კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა ღია წერილთან დაკავშირებით, სადაც ის ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, დანიის მაგალითმა ძალიან კარგად აჩვენა თუ რა ხდება სინამდვილეში ევროპასა და ევროპულ სტრუქტურებში. მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების არამართლზომიერ დარბევას, თუმცა არც ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები და არც დანიის ხელისუფლება ფაქტის სათანადო შეფასებას არ აკეთებენ. ევრობიუროკრატების მხრიდან კოპენჰაგენში მომხდარი ძალადობის დაგმობის აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ პირველ რიგში რა ხდება სინამდვილეში, რა ხდება ევროპაში, რა ხდება ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. ეს აჩვენებს სრულ ღირებულებით დეგრადაციას, რასაც განიცდის ევროპული ბიუროკრატია და მთლიანად, რასაც ხედავთ ევროპის მასშტაბით, რაც არის მართლა ტრაგიკული, რაც არის ნამდვილად ძალიან სამწუხარო. ნახეთ ჩვენ ბრუტალური დარბევა, მშვიდობიანი შეკრების, აბსოლუტურად მშვიდობიანი შეკრების ბრუტალური დარბევა და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი, დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენასაც კი. რატომ ვერ ბედავენ? იმიტომ რომ მათთვის ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველა ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორი ბჭყალებში მშვიდობიანი იყო ის შეკრებები. სინამდვილეში ჩვენ ვადევნებდით თვალს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მანამდეც ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს. ამას უწოდებდნენ მშვიდობიან შეკრებებს. აქაც ჩანს, რამდენად სამარცხვინოა მათი მდგომარეობა. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. და ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამართლის. ჩვენ გვინდა ისეთ ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. თავარი კითხვა სწორედ იმაშია, რომ ის ღირებულებები და ფასეულობები, რისთვისაც ევროკავშირი იყო მიმზიდველი და მომხიბლავი, მათ შორის საქართველოსათვის, ისტორიულად ქრისტიანული სახელმწიფოსათვის, ევროპული, ასე ვთქვათ, მისწრაფების ხალხისათვის, დღეს ეს ფასეულობები კიდევ ცოცხალია ევროპაში თუ ორმაგმა სტანდარტმა და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიღწევამ ეს ფასეულობები საერთოდ უკანა პლანზე გადაწია. რა თქმა უნდა, უჭირთ ამაზე პასუხის გაცემა, რთული გასაცემია, ამიტომ დუმილიც რო იტყვიან ამ შემთხვევაში გარკვეული პასუხი არის. მე რასაც ხედავდით კოპენჰაგენში, როგორი დემონსტრაციის წინააღმდეგ გაქმედებებიც იყო ჩადენილი კონკრეტულად საპოლიციო ძალების მხრიდან, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაშინ განსაკუთრებით, როდესაც ნებისმიერი მსგავსი ქმედება, რაც მაგალითად რადიკალების მხრიდან ხორციელდება საქართველოში, არც ერთხელ ფაქტობრივად არ ყოფილა დაგმობილი არც ერთი ევრობიუროკრატის მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი იყო ძალიან დროული, აუცილებელი. ჩვენ ველოდებით ამ კითხვებზე პასუხებს. ეს არის ქართული საზოგადოების კითხვა. კოპენჰაგენში აქციის დარბევასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს ზაზა შათირიშვილი. ფილოსოფოსი მიესალმება, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად საუბრობს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ევროკავშირშია, მათ შორის იმ მორალურ პრობლემებსა და დილემებზე, ასევე კრიზისებზე, რაც თავს ვეღარ მალავს. შათირიშვილის შეფასებით აშკარაა, რომ Deep State საკუთარი გეგმა სისრულეში მოყავს. ჯოხი ევროპაზე გადაწყდა და ოლიგარქიული ოჯახების კვალისკენ მიმავალი ჯაჭვი სწორედ იქ გაწყდა, სადაც მათ სურდათ. ამიტომაცაა, რომ დანიის თუ სხვა ევროპული ქვეყნის დედაქალაქში მომხდარ გაუგონარ ფაქტებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ გამაყრუებელი დუმილი ისმის, წერს ზაზა შათირიშვილი.
დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ფაქტს ორმაგი სტანდარტის ნათელ დასტურად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფო პარტია არასამართლიან დამოუკიდებულებაზე მიუთითებს და ოფიციალურ ლონდონს იმ მოთხოვნებს ახსენებს, სადაც ბრიტანეთი საქართველოს რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას თხოვდა. შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების, დიზელისა და საავიაციო საწვავების შეტანა დაუშვა. ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებულ გადამამუშავებელ ნავთობპროდუქტებზე გენერალური სავაჭრო ლიცენზია გასცა. ორმაგი სტანდარტია ისევ თვალსაჩინო პრობლემა. თქვენ გახსოვთ, რომ მორალური პედესტალიდან გვესაუბრებოდნენ სანქციებთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტული ტყუილით ცდილობდნენ დაესაჯათ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი. იცით, საუბარი იყო პროექტზე, ევროკავშირში, ბრიტანელების, ასე ვთქვათ, აქტიურობაზე. ტყუილს ავრცელებდნენ ყულევთან დაკავშირებით და ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდა დაესაჯათ ქართველი ხალხი. საბოლოო ჯამში იმდენად უხეში ტყუილი იყო, რომ აქამდეც ვერ მიიყვანეს საქმე. და ამ ფონზე ვხედავთ ახლა უკვე ბრიტანულ გადაწყვეტილებას სანქციების შემსუბუქების თაობაზე. ნუ აქ პირდაპირ ჩანს, რომ მორალისგან შორს არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვესაუბრებიან და რომლებიც მერე სხვა გადაწყვეტილებებს იღებენ. მათი ინტერესები ყოველთვის დომინანტია სხვის ინტერესებთან. გაძვირდა ნავთობი, დეფიციტი შეიქმნა, დაარტყა მათ ეკონომიკას გაძვირებულმა და შემცირებულმა სოფლიოში ნავთობის მარაგებმა. ამიტომ ეხლა, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ძალიან არ გაუჭირდეთ, ამიტომ უნდა რუსეთისგანაც შეისყიდონ გარკვეული ნავთობპროდუქტები. ის, რომ რუსეთისგან ნავთობპროდუქტებს შეიძენენ და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს გაამდიდრებენ, ეს თურმე დახმარება არ არის რუსეთისათვის. ეს არის ორმაგ სტანდარტზე მეტი, რაც ხდება ბრიტანეთის დღევანდელი მმართველი რგოლის მხრიდან. დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო სწორედ ის ვაშბატონი, რომელიც კარდაკარ დადიოდა პარლამენტარებს ხვდებოდა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ხვდებოდა და ღიად ამბობდა იმას, რომ საქართველოს უნდა დაეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ. მაშინ, როდესაც თვითონ ვაჭრობენ, ამსუბუქებენ სანქციებს რუსეთის ფედერაციასთან, არასერიოზულია, არასწორია და არასამართლიანი არის დამოკიდებულება, რაც ჰქონდათ და აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. 26 მაისს ოპოზიცია მოსახლეობას საკუთარ სახეს კიდევ ერთხელ შეახსენებს. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის მიერ დაანონსებულ აქციას. მთავრობის მეთაური კოლექტიურ ნაცმოძრაობაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი იმდენად დასუსტებულები არიან, რომ ერთმანეთთან საერთო ენას ვეღარ პოულობენ. ირაკლი კობახიძემ დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღების კუთხით მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზეც ისაუბრა. ერთხელ კიდე თუ დაენახებიან გვარამია, სურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანების საზოგადოებას, კიდე უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს. ნუ რა თქმა უნდა, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც აქვთ განხეთქილება და ამის მიზეზი არის სისუსტე. იმდენად დასუსტებული არიან, რომ უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, რაც კარგია. რაც ძალიან კარგია. ამ რეჟიმში იყვნენ ისინი, როდესაც 10 ჯერ დავამარცხეთ დღემდე საერთო ეროვნულ არჩევნებში, მაგრამ ქვეყნისთვის არ არის ეს საერთო მდგომარეობა კარგი. თუ ქვეყანა სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. სწორედ ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვეკიდებით იმ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, მრავალსაუკუნოვანი კულტურის ქვეყანაში, როგორც შეიძლება გვარამია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ან ბოგუჩავა, ან ვაშაძე, ან ჯაფარიძე, ესენი როგორ შეიძლება იყვნენ ოპოზიციის ლიდერები. ან პარლამენტში შემოვიდნენ გახარიები, ხო? ეს პარტია. უბრალოდ ან ინტელექტის დონე ნახეთ, ან კეთილსინდისიერების დონე. ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის პრემიერ-მინისტრის შეფასებით სწორი ზღვარის გავლებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც სიძულვილის ენის და შეურაცხყოფელი კამპანიების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის აღსრულებას უზრუნველყოფს.
სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, კრიტიკას ვერავის ვერ აგრძელავს. მათ შორის ეს კრიტიკა შეიძლება მძაფრი ფორმითაც იყოს გამოხატული, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორც არის შეურაცხყოფა, მაგალითად, რასაც ძალიან ხშირად ხედავ ჩვენ სოციმედიაშიც და არა მარტო სოციმედიის მიღმაც, ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება. იყო პირდაპირი კამპანიები, სიძულვილის კამპანიები და არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში. აი, დავუშვათ აქ პასუხი მიიღეს. ხო, პასუხი მიიღეს. ისინი იწყებდნენ კამპანიებს და პასუხი მიიღეს. აი, მართლმადიდებელი ეკლესიისგან პასუხს რო არ იღებდნენ. რატომ აგრძელებდნენ სიძულვილს? რატო წერდნენ საპატრიარქოსთან, რომ საპატრიარქო არ მინდა ეს სიტყვა გავიმეორო და ამ შემდეგ პასუხი ხო არ მიუღიათ? რატო ქონდათ ეს ცალმხრივი სიძულვილის ნიაღვარი ეკლესიის მიმართ? აქაც ხო პასუხი არ იყო. და როცა პოლიტიკაში ხარ, ბუნებრივია პასუხსაც მიიღებ. და ეს პრობლემაა ბუნებრივია, იმიტომ რომ როდესაც ვიღაცა თავს გახვევს სიძულვილს, მერე შენ სიძულებული ხარ უპასუხო და ამით იქნება ჩაკეტილი წრე, რაც შეიქმნა რეალურად ჩვენს ქვეყანაში და ვინც არ უნდა დაარღვიოს ეს წესები, რომლებიც მოქმედებს, ეს წესები კანონმდებლობით უკვე დადგენილია. რა არ შეიძლება და რა სანქციები აქვს დაწესებული ამ დარღვევებს, ეს არის კანონმდებლობით დადგენილი, უბრალოდ აქამდე არ არსებობდა აღსრულების კონკრეტული მექანიზმი. ახლა უკვე ჩდება ბერგეტი, აღსრულების ბერგეტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ თანდათანობით რაღაცნაირად თავს დავახცევთ სიძულვილის ჩაკეტილ წრეს. დამოუკიდებელი არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია International Crisis Group-ი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ICG მიიჩნევს, რომ ომის დაწყებისთანავე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დაუყოვნებლივ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, თუმცა დღეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ევროპელებიც კი აღიარებენ, რომ საქართველოს იზოლაციამ და მასზე ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო. სტატიაში ასევე საუბარია, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან გაწყდა ისევე როგორც მისი კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მან ახალი პარტნიორები მოიძია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედი მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს გლობალურ სამიტში ერთად უკეთესი მომავლისთვის მონაწილეობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა. მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტი 24-25 მარტს გაიმართა თამარ ბაგრატიონმა სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმართა. მან ღონისძიების მასპინძელს მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მზადება დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მონაწილეობით რეპეტიცია მიმდინარეობს. მოსამზადებელ ღონისძიებაში მონაწილეობენ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებიც, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცაზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედანზე ჩემი კოლეგა თეკლა ბესტავაშვილი იმყოფება, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება. თეკლა, გისმით. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის სამზადისი შეიძლება ითქვას, რომ აქტიურ ფაზაშია. ამ წუთებშიც თავისუფლების მოედანზე მორიგი რეპეტიცია მიმდინარეობს. რეპეტიციაში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და ასევე ის წვევამდელები, რომლებიც უკვე 26 მაისს საზეიმო ფიცს დადებენ. ეს იქნება განსაკუთრებით ემოციური დღე წვევამდელებისთვის, რადგან ისინი სამშობლოს ერთგულებისთვის დადებენ ფიცს. ფიცის დადების ცერემონია გაიმართება არა მარტო თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიულ კუთხეში. გარდა ამისა, ტრადიციულად თავისუფლების მოედანზე მოეწყობა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა. თავდაცვის ძალები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განსაკუთრებით ემზადება. დღეს გაიმართა რიგით მეორე, თუმცა თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია, სადაც საბოლოო დეტალები იხვეწება და მტკიცდება. საქართველოს დედაქალაქის პარალელურად სხვადასხვა რეგიონებში მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, სადაც საქართველოს მოქალაქეობას ექნება შესაძლებლობა საქართველოს ჯარის აღჭურვილობასა და შეიარაღებას გაეცნოს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო
სამხედრო მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ფიცის დადების ცერემონია, რომელიც წელსაც ტრადიციულად ჩატარდება როგორც აქ საქართველოს დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, ასევე 12 სხვადასხვა ისტორიულად სიმბოლურ ადგილზე. აღნიშნული ღონისძიების ნახვა საქართველოს მოსახლეობას შეეძლება აქ ადგილიდან და ასევე პირდაპირ ეთერის საშუალებით. წელსაც თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოხდება სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ტექნიკის გამოფენა, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღოს აქტიური მონაწილეობა, გაეცნოს ტექნიკის დანიშნულებას და მის როლს საბრძოლო მოქმედებებში. 26 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება, როგორც უკვე გითხარით, ზუსტად 26 მაისს დადებენ ასევე წვევამდელების საზეიმო ფიცს და გარდა ამისა 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს შესრულდება ქვეყნის ეროვნული ჰიმნი. მადლობა თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე ბანერები განთავსდა. შენობის ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ბანერები. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ერჟან სადენოს ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლობა ბაკურიანის სატყეო უბანზე ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა ვიდეო ხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა. ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბური მეტრის 300 მერქანი, რომელიც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაჰქონდა. სახელმწიფო კონტროლის და მონიტორინგის გაძლიერება სატყეო რეფორმის მთავარ მიზანს წარმოადგენს. ეფექტური მონიტორინგის განხორციელების მიზნით ჩვენ გეგმავთ დამატებით ტექნიკურ გადაიარაღებას. სამცხე-ჯავახეთში კონკრეტული სამართალდარღვევა გამოვლენილი იქნა ფოტოხაფანგის მეშვეობით. აქტიურად ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა სამართალდარღვევის ფაქტები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამე წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს. წმინდა სახარების მიხედვით მკვდრეთით აღდგომიდან მე-40 დღეს იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად გამოეცხადა და ელეონის იგივე ზეთის ხილის მთაზე ამაღლდა. ეს არის უნიკალური მოვლენა, როდესაც ქრისტეში ადამიანური ბუნება იღებს იმ პატივსა და დიდებას, რაც მის ღვთაებრივ ბუნებას განეკუთვნებოდა. ამაღლებიდან დაწყებული ჩვენ გადავდივართ ახალ დროში, ესქატოლოგიურ დროში, როდესაც უკვე ჩვენ ქრისტეს ამაღლების შემდეგ ახლა უკვე ველოდებით მის ამ ქვეყნად მეორედ მოსვლის ჟამს. ეს არის ძალიან დიდი, ესე იგი, პასუხისმგებლობას, რომელიც კიდევ იმეორებ გვახსენებს იმას, რომ ამ დიდი მოწოდებისთვის გაჩენილი ადამიანები არ დაუწვრილმანდეთ და ამ ქვეყნიურ, ესე იგი, მტრობასა და შუხს არ შევალიოთ ჩვენი დრო და ენერგია. ამაღლება ეს არის გვირგვინი ჯვარცმისა, აღდგომისა და შემდეგ მოდის სულიწმინდა სულთმოფენობა. ყველა მართლმადიდებას მოულოცავ. მადლობა უფალს, რომ ესეთი ღირსეული წყემსთავარი გამოგვირჩია, რომელიც ერს პირდაპირ ეუბნება რა არის საკეთებელი და ჩვენი ერთადერთი არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რასაც გვეუბნება ჩვენი უწმინდესი და ამ გზით ვიაროთ. ბედნიერება არის დღეს ჩვენს ტაძარში, მე ამ ტაძრის მრევლი ვარ და პატივი გვაქვს იმისა, რომ ჩვენი უწმინდესი და უნიტარესი შიო მამაი ჩვენში მობრძანდა. გაერთიანებული, გამთიანებული, აყვავებული საქართველოში დაგველოცოს ერთმანეთი.
ჩვენი მეუფის უწმინდესის აღსაყდრება ყოფილიყო საწინდარი საქართველოს გაერთიანების გამთიანების. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამაღლებას, ასეთი იყო ახალი ამბები პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გაგრძელებს.